მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ ემოციურ შემოტევებზე და ემოციის მართვაზე. კიდე არის აი ესეთი როგორ არის, აი პანიკური შეტევები არის და პანიკური შეტევები არის რაღაცა თითქოს ნაკლები დოზით, დიდი დოზით ესე ვერ გაარჩევ ხოლმე და არა მარტო ჩემში, ჩემს ირგვლივ, ჩემ მეზობლებში, კოლეგებში, მეგობრებში, გულის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა, თაბლოსხვევა, რაღაცნაირად აი წნევის მომატებასავით, ინფორმაციის შემოსვლა, აი რაღაც ესეთი რაღაცები არის და კურჭნაწლავის დისკომფორტიც ახლავს. რა შეიძლება რომ აი არჩევის სახით რომ მოგცეთ ან რაღაცა. გიორგი, ნახე, რა ხდება დღეს შევეხეთ ჩვენ ზუსტად ამ თემას, ხო? იქ ემოციურ ფონს შევეხეთ და ამ უარყოფით ემოციებს, დადებით ემოციებს შევეხეთ და შევეხეთ იმას, რომ ამ მაღალ ემოციამ, ანუ ამ ემოციების ფონზე რა შეიძლება მოყვეს და აი ეხლა რაც შენ ჩამომითვალე და კითხვით შემოხვედი, ხო? აი ეს თანდართული პრობლემა არის ეს ყველაფერი, ეს სიმპტომატიკა, მაშინ იკვეთება. მაგრამ თუ გაინტერესებს კიდე გაშლილად კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს, არსებობს ასეთი დაავადება ვეგეტონერვოზი. არის ეს ნერვული სისტემის დისფუნქცია. როცა ირღვევა, ნერვული სისტემის მუშაობა ირღვევა, ხო? და ძირითადი სიმპტომები მაშინაც იგივე გამოიკვეთება. გულის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა, თაბლოსხვევა, არტერიული წნევის მომატება, გულის არეში ტკივილები გამოიკვეთება, კუჭნაწლავის ანუ დისკომფორტი, ფეხის დაბუჟება გამოიკვეთება, შფოთვა, პანიკური შეგრძნებები, შიში, ამასაც ანერთვის და აი ეს რაც ახლა მე ჩამოგითვალე, ხო? ანალოგიური წეღან რომ ვისაუბრეთ, ანალოგიური სიმპტომებია და კიდევ ერთ დავამატებდი, ოფლიანობა, უჰაერობა და ძალიან ბევრი კიდე რომ არ ჩავყვეთ ბოლომდე, ძალიან ბევრი სიმპტომები არის გამოკვეთილი, როგორც ზუსტად იმ ემოციურ ფონზე და იმ ასევე მან შეიძლება, ნახე, უნდა გავერკვეთ, ანუ რატო მოდის პაციენტი, რატო კეთდება დიაგნოსტიკა, ხო დიაგნოსტირება, რისთვის ვაკეთებთ ამას, რომ მან უნდა გავმიჯნოთ ზუსტად რასთან აქვს საქმე. ეს მაგ დაავადებასთან არის, ეს ემოციური ფონია, ეს ნერვოზული ფონია, თუ კიდე მესამე, თუ ასტრალური, ანუ უარყოფითი ენერგიებია შემოჭრილი და იქედან გამოწვეული მდგომარეობა არის. ასევე კიდევ დავამატებ, რომ შეიძლება რომელიმე ორგანოს პრობლემა იყოს, ამა დაავადება იყოს უკვე გამოკვეთილი და იქედანაც შეიძლება რომ ეს პრობლემები გამოიწვიოს და ეს პრობლემები იყოს გამოწვევი მიზეზი. ამიტომ ხდება დიაგნოსტირება, აქედან უნდა დავასკვნათ ჯერ პირველ რიგში და უნდა გამოვკვეთოთ ზუსტად რასთან აქვს საქმე, ხო? პირველ რიგში რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ იმას, რომ ორგანოები უნდა შემოწმდეს, რომ არ იყოს რომელიმე ორგანოდან წამოსული მდგომარეობა. მერე უნდა შემოწმდეს აუცილებლად როგორი ენერგეტიკული მდგომარეობა, ანუ თუ არ არის სხეული, ანუ რა ხდება, ხო? დადებითი ენერგიების განდევნა, უარყოფითი ენერგიების შემოსვლა სხეულში, რაც ესაც უდიდესი პრობლემაა და ყველაზე დიდი პრობლემა. რაც ახლა უყურეთ მაგას ანალიზით ვერ გაიგებ და გადაღებით ვერ გაიგებ, ხო რა ხდება? და მესამე არის ზუსტად ეს დაავადება, რაცაც ახლა საუბრობდით და აქაც ნახეთ, შეიძლება ჰორმონალური ცვლილებები იყოს და ჰორმონული ცვლილებება გამოიწვიოს, სტრესება შეიძლება გამოიწვიოს, როცა ხანგრძლივი სტრესზე გვაქვს საუბარი და ხშირი შემთხვევა ან პერიოდია დიდი დროით ხდება ეს სტრესები, გადატვირთვა, დაღლილობა, უძილობა, რა ვიცი, ბევრი ნიუანსები არის და ანუ რომელიც შეიძლება რომ ჩამოვთვალოთ, ხო? ამიტომ ყველაზე მთავარი რა არის? ჩვენ რომ არ ვიმარჩიელოთ და ჩვენ რომ არ ვიფიქროთ ისა, რომ იცით რა, მოდი ახლა შეიძლება ამის ბრალია, შეიძლება იმის ბრალია და
თუმცა იცით რა არის, აი ამ მდგომარეობაში რომელი სიტუაციიდანაც არ უნდა იყოს წამოსული პრობლემა, რაც ჩვენ შევეხეთ, ხო ჩამოვთვალეთ. ყველა ვარიანტში, ნახეთ, სამედიცინო თვალსაზრისით ამ დროს რა ხდება, ხო? ინიშნება წამალი. დამაწყნარებლები, რაზეც მეც და სავარაუდოდ ბევრი ვისაც ესმის სასტიკ წინააღმდეგები ვართ ამისი, იმიტომ რომ ნახე იმ წამლით არ ხდება მისი მკურნალობა. წამლით ხდება მდგომარეობის შეჩერება, ანუ ბალანსი, აყენება. გამიგედა? აქ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ განკურნებაზე უნდა გქონდეს აქცენტირება და არა რაღაცა ან მუდმივად უნდა დავლიოთ ეს წამალი, რომ ვიყოთ ანუ ვითომ ნორმალურ მდგომარეობაში და ამასობაში იქ კიდე სხვა პრობლემები იკვეთება მერე და ამიტომ ვგრძალავ რომ იტყვიან და ვგრძალავთ ამ წამლის მიღებას. რა თქმა უნდა, თუ არ არის ახლა სავალალო შედეგი ისეთი, რომ სხვა გამოსავალი არ არის და აქ უკვე სხვა პრობლემა არის, სხვა დაავადება გამოიკვეთა და იძულებული ხდები, რომ დანიშნო უშუალოდ ანტიდეპრესანტი, ხო? მაგრამ აი ამ დაავადებას, რომელ დაავადებასაც ახლა შევეხეთ, დღეს რასაც ვისაუბრეთ, არასოდეს არ ვიძახი და არ ვეუბნები პაციენტს, რომ იცი რა, რომ უნდა მიბრძანდე ექიმთან და უნდა დანიშნონ უშუალოდ ფსიქოტროპული პრეპარატი. სასტიკ წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ განკურნებადია. და თუ დამიჯერებ, შემიქნები თუ სხვა, ძალიან მარტივად განკურნებადია. შეიძლება ახლა ვიღაცას გაეცინოს კიდევ, შეიძლება ექიმები გვისმენდნენ და გაეცინოთ, რომ რა სისულელია ესე ადვილად, ძალიან მარტივად. მთავარია მე შემოვიდე შენთან და შენი მართვა. შენ რომ მართო შენი თავი და გამოგიყვანო ამ კრიზიდან, ამ მდგომარეობიდან. ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი, რომ მივაღწიოთ ამ შედეგს. აი ეს არის მეტი არაფერი. მადლობა მინდა მოგიხაროთ ასეთი კურცველი და კარგი ინტერვიუსთვის. არწმუნებული ვარ, რომ ბევრი ამოიცნობს თავის თავს და კითხვების შემთხვევაში მოგმართავთ აუცილებლად და ველით თქვენგან პასუხს. გაიხადეთ ჩემო კარგო, სამადლობელო არაფერი არ არის, ეს ვალდებულება არის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ადამიანებს, მოუგვაროთ პრობლემები, აქ ახლა ჩვენ გავშალეთ ერთ-ერთი თემა, ხო, რაც ყველაზე მტკივნეულია და რაც ძალიან ხშირად გვხდება და დღევანდელ დღეს უკვე რასაც სტატისტიკურად უყურებთ, ქაოსური მდგომარეობა არის, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, არ ვაშინებ ახლა საზოგადოებას, უბრალოდ ვხედავ, უყურებ, რომ რამის არ მინდა რომ ძალიან გავაზვიერთო, მაგრამ ალბათ 10 ადამიანში 7-ში უკვე გამოკეთილი არის ეს პრობლემა. აღარ ვეხები და სხვა პრობლემებს უკვე მილიონი რაღაცა სხვა პრობლემები იკვეთება, მაგრამ რახან დღეს ამ თემაზე მქონდა საუბარი და ჩვენ წინა ჩართვებიც მქონდა მე და წინა ვიდეოებში ძალიან ხშირად ვეხები ამ თემას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან მტკივა ეს თემა, იმიტომ რომ აქ მარტო ის არ არის, რომ ჩვენ უყურებთ ამ დაავადებას, ამ პრობლემას, გამოკვეთილ პრობლემას, აქ ყველაზე მთავარი ბევრი მიზეზებია, ძალიან ბევრი მიზეზებია, რაც იწვევს ამ ყველაფერს და შედეგამდე რასაც მივყევართ, თუნდაც შენი ცხოვრება, ჩვენი სტილი ცხოვრების, ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი მოქმედება, ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი საქციელი, უამრავი რაღაცა შემიძლია ვისაუბრო და ამიტომ დღევანდელ დღეს ამ ყველაფერს ვერ შევეხები და თუ ვინმეს საზოგადოებას, თქვენ ყველას ვინმეს კითხვები გაგიჩნდებათ ნებისმიერ თემაზე, რა თქმა უნდა, რაც ჩემ კომპეტენციაში შედის და რასაც მე ვხედავ და რაც შემიძლია რომ გადმოგცეთ და უმკურნალო ან გადმოგცეთ და თქვენ თვითონ მოახერხოთ მდგომარეობიდან გამოსვლა ნებისმიერი პრობლემიდან, მე ყოველთვის მზად ვიქნები თქვენ გვერდში ვიყო და ყოველთვის გავცეთ თქვენ კითხვებს პასუხი. დიდი მადლობა ზას. გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცეთ.